გასაგებია რომ შესაძლებლობები ჩდება, გასაგებია იყო უკვე აქ საუბარი რომ ამ კონფლიქტებმა ომებმა მოგცეს ახალი შესაძლებლობები, თუნდაც თქვენ ახსენეთ ახლა ექსპორტში ნავთობის წილი და საკმაოდ დიდია იქ ნავთობის წილი, ამან ციფრობრივად მოგცა ძალიან საინტერესო სურათი და საინტერესო შესაძლებლობები, ესეთი შესაძლებლობები მუდმივად იქნება. მე უფრო მეტად აქცენტის გაკეთება მინდა იქიდან გამომდინარე რომ უფრო ასე ვთქვათ უღრმავდები აგრარულ პოლიტიკას, რეგიონულ პოლიტიკას და ასე ვთქვათ რეალურ ეკონომიკურ სექტორს, მინდა აქცენტები გავაკეთო იმაზე, რას ვიყენებთ ჩვენ, რამდენად მზათავართ განვითარების სცენარებისთვის და როგორ მიდის ჩვენს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, აი ამ ეკონომიკური ინფორმაციის, სტატისტიკური ინფორმაციის, სტრატეგიების, მიზნების და ამოცანების გაწერილი მიზნები და ამოცანების შესრულება. ნახეთ, ჩვენ თუ დაუკვირდებით ბოლო 10-12 წელიწად ძალიან აქტიურად ჩვენ დასავლელი მეგობრები, პარტნიორები, თუ დონორები და ასე შემდეგ არიან ჩართულები, ქმნიან ამ სტრატეგიებს, ახლა ჩვენ რა ვიცი, მთელი ეს პერიოდი სულ გავლილი გვაქვს და ფაქტიურად ყველა მთავრობის პირობებში მე ნამუშევარი მაქვს საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე. ჩვენ ესეთი დონის დოკუმენტები, ეს თქვა სტრატეგიული დოკუმენტები განვითარების თითქმის არასოდეს არ ქონდა და ეს DCFTA და 2014 წლის შემდეგ უფრო მეტად ჩაჭიდა. წინა ხელისუფლების დროს დაიწყო სადღაც 10-11 წლიდან ეს კვლევები და ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იკვლევდა, მაგრამ მერე დაიწყო უკვე ჩვენთვის ამ სტრატეგიების მოცემა. ეს სტრატეგია არის ოფისმენობის განვითარების სტრატეგია, ეს სტრატეგია რეგიონული განვითარების, მერე ცალკე დაიწერა ყველა რეგიონებისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება 2014-21 წელი, ცალკეა სოფლის განვითარების თემატურად მე მინდა ხაზი გაუსვა ახლა აი ამ შესაძლებლობებში, აი ამ ახალ ვითარებაში, რამდენად ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ იმ ახალ, ასე ვთქვათ, გამოწვევების რეჟიმში იმ შესაძლებლობას, რაც გვეძლევა, ხო? რამდენად სწორედ მიყვებიან სამინისტროები ამ პროცესს. როდესაც თქვენ ის სტატისტიკური მონაცემები ერთის მხრივ გვაქვს გარკვეული სტატისტიკა და მეორეს მხრივ შემდეგ ჩვენ აი ამ სტრატეგიულ გამოწვევებს უღრმავდებით, გვაქვს მასზე მონიტორინგი და ვცდილობთ რომ აი შეფასებითი დოკუმენტები მოვიპოვოთ, ხო? აი რაც მე ჩამოვთვალე ფაქტიურად არც ერთი მიმართულებით ჩვენ არ გვაქვს კარგი გამართული მონიტორინგის სისტემა, იგივე სოფლმეურნეობაში დახარჯულ ფულზე და არა გვაქვს ფაქტიურად არა გვაქვს შეფასებითი დოკუმენტები, რომელსაც კანონი ითხოვს, არის მთავრობის დადგენილება 2019 წლის 30 დეკემბრის, რომელიც ითხოვს ამას ოფიციალურად, მაგრამ სამინისტროები ვერ აკეთებენ. იქამდე მივიდა ეს პროცესი, რომ მე და ირაკლი სადღაც თებერვალში თუ მარტში კარგად მახსოვს, იმიტომ რომ ირაკლისთანაც და სხვა ჩვენ მეგობრებთან ერთად ლაპარაკობდით, რომ რატო დაარქვით გადაცემას აგრარული და რეგიონული პოლიტიკა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონული პოლიტიკა, ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ ეკონომიკურ პროცესში იყოს ჩართული კარგად ყველა რეგიონის, ასე ვთქვათ, რესურსული და თქვენ გაქვთ ბატონო სოსო წინვალე ნამუშევარი თქვენს მეგობართან ერთად, თალაკვაძესთან ერთად, როდესაც საუბრობთ ჩვენს, ასე ვთქვათ, რესურსულ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს გააჩნია. კი, იქ მაშინვე შენიშვნაც მქონდა ესეთი, რომ ეს არის, მაგრამ რამდგომარ შემდეგი ეტაპი იყოს, წიგნი რამდგომარეობაშია და შემდეგი ეტაპი როგორ გამოვიყენოთ, ხო? ნახეთ, რეგიონული სამინისტრო გაგვიხარდა, აღნიშნეთ მე და ირაკლი მერე უკვე მეორე გადაცემაში, რომ რეგიონზე ვილაპარაკე და სამინისტრო შეიქმნა, ისე გაუქმდა ეს სამინისტრო, რომ წელიწადზე მეტი ვიძახე ყველა, რა ვიცი, რამდენ გადაცემაში, რომ ჯერ საიტი შექმნით, მერე დებულება ფუნქციებში გავერკვიოთ, იქნება იმაში, რომ სულხან საბას აქვს, ხო, ერთ-ერთი იგავში, რომ ღვინოს რო ყარაულობს ერთი, მეორე, მესამე, მეხუთე და ყველა რო ამ ღვინოზე, ამ ინფრასტრუქტურის პროექტებს რო ვერ გაცდა რამოდენიმე სამინისტრო. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეს ახლად შექმნილი რეგიონების, გუბერნიები, მუნიციპალიტეტები, ყველა ხუთი ყარაული ყავს რაღაცა ინფრასტრუქტურის პროექტს და ნახევარი ხან ტენდერი ჩავარდება, ხან ხარისხი არ ვარგა. ხუთი ყარაული ყავს. ამ დროს აქ გაწერილი გაქვს შენ რამოდენიმე დამტკიცებული სტრატეგია, სადაც დეცენტრალიზაცია, ეს შესაძლებლობები ზუსტად როგორ უნდა იყოს სწორედ გამოყენებული რეგიონებში
ის ეკონომიკური შესაძლებლობები ჩაგვივარდა კოოპერაცია და საერთოდ აღარ გვინდა კოოპერატივის სიტყვა აღარ ვახსენოთ, ამას წინათ ერთ-ერთ FAO-ს ხელმძღვანელთან ლაპარაკობდი, რომ საქართველოში იმდენად დიდი კრახი განიცადა, რომ ეხლა სხვა კარები გავაღოთ და სხვა სიტყვა ვიხმაროთო, იმიტომ რომ ამას ვერ გავექცევით ჩვენ ამ აგრარულ თემაში მიწის პარცელაციის პრობლემებს, ხო? მოკლედ, იქამდე მივიდა, რომ ვერც დეცენტრალიზაციის სტრატეგიას უწევდა 20-25 წლის 5 წლიანი თუ 6 წლიანი პროგრამის შეფასებითი ანგარიში კანონის მოთხოვნით 1 ივლისს ხან ეკრანიდან ვიძახე, ხან დავწერე, ხან გადაცემაში ვთქვი ყველა არა მაინც ვერ გააკეთე საბოლოო ჯამში რისი თქმა მინდა იცით რომ თვითონ უწყებები ჩვენი და ეკონომიკური გუნდი რამდენად მომზადებულია, რამდენად სწორნაბიჯებს გავს, რამდენად წარმოდგენა აქვს ამ პროცესებზე, იმიტომ რომ როდესაც თუნდაც ახალი სოფლმეურნეობის პროგრამა წარადგინეს და დავიწყე დაზუსტება, კი მაგრამ მე მივყვები ამ პროცესს, ვიცი რა ციფრობრივი ესე ვთქვათ მონაცემები გვაქვს და რა ანგარიშები კეთდება, ვერსად ვერ ვიპოვე ის მონაცემები, რის საფუძველზე შეიძლება შენ ახალი დააშენო, ახალი პროგრამა, ეს დაამთავრე, შეაფასე და აქედან გამომდინარე გადახვედი ახალზე, ხო? არა, ეს არ არის. და ისე უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რომ პირდაპირ ეთერში დებატებში, როცა ეს კითხვა დავშვი, მიპასუხეს მინისტრმა, რომ ეს მაშინ რა ქვია, იტალიის სპეციალისტს ვკითხეთო, ხო? ეს არ არის ის ფორმა, რა ფორმითაც უნდა იყოს პასუხი და რა ფორმითაც უნდა მუშაობდეს თვითონ ეს სამინისტროები, იმიტომ რომ თუ ეს დოკუმენტი იწერება და რატო ვახსენე მე ახლა ეს ჩვენი დონორები ამ შემთხვევაში. ნახეთ რა აღმოვაჩინე. იმდენად ჩვენ აი ესე ხელს რო ჩაკიდებ ბავშვს და საბავშვო ბაღში მიიყვანე, გამოიყვანე, სკოლაში რო ეს თქვია ბუნჩულა ბავშვები რო დაყავთ, მიიყავთ, მოყავთ. ესე გვატარებენ ჩვენ წლების განმავლობაში, დღის წესრიგს გვიქმნიან, როდესაც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ანგარიში, შუალედური ანგარიში ვიპოვე, ეს იყო გაკეთებული არასამთავრობო ორგანიზაციის დონორების დახმარებით, რომელიც შეიქმნა ეს არასამთავრობო 2011 წელს. ის აღმოვაჩინე, ვინც იყო ჩემი ნაცნობი იყო ფინანსამინისტროში, ერთად მუშაობდით და ვიცნობდი კი სპეციალისტი ყველაფერი, მაგრამ თვითონ სამინისტროს ხელმძღვანელობას არ აქვს ხედვა, არ აქვს ციფრები, არ არის შეიარაღებული იმ ინსტრუმენტებით თუ იმ ინდიკატორებით, რომ ეს პროცესი აკონტროლოს და ვრჩებით ისევ აი ამ დონორების რეჟიმში. ეხლა რატო მოვყევი მე ამდენი ამ ნაწილში, რომ შიდა პოლიტიკა, შიდა ეკონომიკური გუნდი ჩამოკიდებულია ზედმეტად ისევ ლიბერალურ რაღაც დემოკრატიაზე და მსოფლიო დიდი ხანია შეიცვალა. სიმძიმის ცენტრებიც გარკვეულწილად იცვლება, ეკონომიკურ სიმძიმის ცენტრებს გულისხმობ მე, მეტი ჩაჭიდება გვჭირდება, მეტი დაგეგმა გვჭირდება ამ პროცესის და ყველაფერს თავი დავუნებო, თუნდაც იმ დასავლური ინსტიტუტები, როგორც მოქმედებენ, გასწავლიან, გეგმავენ, თავისი შესრულების მონაცემები აქვთ. რო აიღოთ თქვენ ის ანგარიშებიც, ნახეთ როგორ აქვს გაკეთებული მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიაც არსებობს ესეთი 20-25 წლის და ამის ანგარიში იცით როგორ არის არის ესე ვთქვათ შესაბამისობა, მდგრადობა, გავლენა, ეფექტიანობა, ეფექტური გადაწყვეტილებები, რამოდენიმე ინდიკატორია. რომელია იცით გამოტოვებული ეფექტიანობა. იქ სადაც ფული არის დახარჯული, ის არ არის გაზომილი. და შესაბამისად, როცა შენ ფულს ხარჯავ და მე ახლა უკვე როცა დიალოგი გვაქვს, თუნდაც იმ დონორებთან, FAO-სთან მაგალითად, სოფლმეურნეობის ისინი იძახიან, ხო, იცით, აი ჩვენო ყველაფერი თითქოს რაღაც კარგად დაიგეგმაო, მაგრამ აი ეს კონტროლის მექანიზმებშიო რაღაცაო გაგვეჭედაო. ამ დროს მე ხო საიდანაც ეს რაღაც კინოში ხო არა მაქვს ნანახიან ვიღაცის მოთხრობილი. მე ამ პროცესის მონაწილე ვიყავი. მე 2015 წელს მოვითხოვე ისეთი ინდიკატორებით შემოწმებულიყო მუდმივ კვარტალურად ეს პროცესი, როგორც არის თქვათ ეკონომიკური ეფექტის განსაზღვრა, სისტემური ეფექტის განსაზღვრა, ტექნოლოგიური ეფექტის განსაზღვრა ყველა იმ სააგენტოში, რომელიც ჩვენთან შემოდიოდა. რომელიც სამინისტროს ქვემდებარე იყო. საბოლოო ჯამში თქვენს რომ არა ესე რა ქვია ბოლოს გააკეთეთო. არ არის, მე სხვა სახელმძღვანელოებში აღმოვაჩინე, რომ თუ 5 წელიწადზე, თუ 7 წელიწადზე მეტი არ არის შუალედური ანგარიში შეფასებითი არ არის აუცილებელი და გითხრეს რომ ეს 5 წლიანი გეგმაო და ბოლოში გააკეთეთო. ბოლოში ვიკითხულობ ახლა. არავინ არ გააკეთა, არ არსებობს ეს დოკუმენტი.
შემდეგ ახალი დოკუმენტი 21 წელს რო წარმოადგინეს, მე და ბატონი ნოდარ ჭითანოვა ვიყავით აკადემიიდან მიწვეულები და ბატონმა ნოდარმა რო დამინახა რომ მე საკმაოდ ესეთ კონსტრუქციულად კრიტიკული ვიყავი, რა თქმა უნდა ის ძალიან მოზომილი იყო, მაგრამ მე ამყვა და ფაქტიურად გამოვიდა ის რომ ეს რა დოკუმენტი გამოიტანეთ კაცო, ამდენი პრობლემიდან ყველაფერში დაგვეთანხმდნენ, ის დოკუმენტი ერთ-ერთში იქნა ისევ მიღებული. და როცა ამ დოკუმენტზე ჩანს რომ ვინც იღებს ამათ ნამუშევარი არ აქვს და გვერდიდან ნამუშევარია შემოტანილი, აი ეს მინდა რომ იყოს ასე თქვა, აი გარდატეხა ამაში უნდა შევიდეს ალბათ. ჩვენი საბოლოო ჯამში ჩვენი და ჩვენი მეგობრების მისია ეს არის რომ დავიწყოთ სხვანაირად ფიქრი, სხვანაირად დათვლა ამ სულ ყველაფრის და ისეთი ადამიანები მოვაცილოთ ამ საკადრო იმას, რომელიც დანიშნე მინისტრად ვერაფერი ვერ გაიგო ერთი წლის განმავლობაში და მე სამინისტრო გაუქმე იმის გამო რომ ამან ვერ გაიგო. იმდენი რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა, იმდენად მნიშვნელოვანია თუნდაც აგრარულ პოლიტიკაში და იმ მცირე ბიზნესის განვითარებაში ეს რეგიონული ფაქტორი და ისეთ მნიშვნელოვანი იგივე რეგიონული ეკონომიკის პრინციპები და შესაძლებლობები, ისეთი რაღაცების გაკეთება შეეძლოთ ამათ და ქონდა საუბრები და კონსულტაციები, ყველაფერში გვეთანხმებოდნენ, მაგრამ ვერ გაიგეს რა იყო გასაკეთებელი. საბოლოო ჯამში სამინისტრო გაუქმდა. ესე იგი ის ნაწილი, რაც იმედი მქონდა, რომ როგორღაც აი ეკონომიკური რეგიონული პრინციპი და რატო აქვს ამას მნიშვნელობა, რაც ვახსენეთ წეგან კოოპერატივები გაიჭედა რატო? იმიტომ რომ კოოპერატივს სჭირდებოდა ერთი დონე, მეორე დონე და მესამე დონეს დამიწება ამ პროცესს, რაც აკეთა ესპანეთმა და სხვა ქვეყნებმა. არა, აქ ჩვენ თბილისში მოვიდომეთ, რომ უცბად ვიღაცას დაუძახეთ, ეთქოთ ტრაქტორი გინდათ, რაღაც აი კოოპერატივი გააკეთეთ და შეიძლება დაგეხმაროთ. აქაც მივიღეთ დიდი სიმახინჯე, ესეც რომ გამოვიძიოთ, არის მთელი ესეთ კლანები და ჯგუფები და რაღაც კასტები შექმნილი, ჩვენი ფერმერები, არაჩვენი ფერმერები და ამ სიტუაციაშიც ძალოვნებს აქვს ძალიან ბევრი რამ გამოძიებული და რომ ნახავთ, გაუცდებით, რომ ერთ და ორს და ამორჩეულ ადამიანებს აქვს რამოდენიმე მილიონი ათვისებული, ყველას პრობლემა აქვს ახლა. აქაც არის საუბარი ზუსტად იმაზე, რომ აქაც ეფექტი ვერ დაიჭირა სახელმწიფო. მოკლედ, ჩვენ აი ეს შესაძლებლობებმა მოგცა საშუალება, რომ ზრდა გვაქვს, ეკონომისტები ვერ გავექცევით ამას, რომ ვაფიქსირებთ, რომ ამაში ზრდა არის, ნავთობმა მოიმატა, იყო რაღაცა რეექსპორტის ისინი, ექსპორტშიც, იქ ფასმაც მოიმატა, სპირტი ვყიდით ბევრს, ამ სპირტში ვიხდით არანორმალურად დიდ სუბსიდიას, ეხლაც იქნება მოსალოდნელი ალბათ მასავით გაიზარდა 100 მილიონის ფარგლებში რო იყო, უცბად გახდა 250 შაშანდა. მე მგონი წელს კიდე მეტი იქნება, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ დარჩა. მოქნილობა დაკარგეს ამ პროცესში, გადაერთო მე სპირტის ეროვნული სააგენტო დიდი ხანია დავარქვი. ღვინის ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ ამან შეიძლება მოგცეს ზრდა მერე ციფრებში, მაგრამ შიგნით შინაარსში ფერმერი უკმაყოფილოა, იმიტომ რომ იმას რაღაც ფასი დაუდგინეს სპირტიანობაზე და საბოლოო ჯამში იგებს მესპირტე, იმიტომ რომ სახელმწიფოს რაც უჯდება, პირობითად 15 ლარი დაუჯდეს, პირობით თანხას ვიძახი და ყიდის 20 არ იყიდება და იყიდება 5 ლარად საბოლოო ჯამში. ესე იყო შაშან და შაშანწინ და მოსალოდნელი იქნება, რომ წელსაც ესე იქნება. ეს რა თქმა უნდა ექსპორტზე რომ გავყიდით ციფრებში გამოჩნდება. მე იმის თქმა მინდა რომ მოკლედ ჩვენ შიდა სიტუაციებში ძალიან სერიოზულად გვაქვს სამუშაო და აი განვითარების სცენარები ძალიან მრავალხრივად უნდა ასე ვთქვათ იხილებოდეს. შუა კორიდორს რაც შეეხება, აქაც ძალიან ბევრი შესაძლებლობაა. კარგია რომ მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება რომ თვითონ დააშენებს ანაკლიას და აუცილებლად გასათვალისწინებელია ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორის თემა, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური საკითხია, აქ თუ პოლიტიკური აქტორები ერთმანეთთან არ ლაგდებიან და ასე ვთქვათ არ გაძლევენ შენ იმის შესაძლებლობას, რომ ყველას აწყობდეს მეტნაკლებად, ყველასთვის მისაღები იყოს, ხო, ყოველთვის გაიჭედება ეს სიტუაცია და ამაზე ჩამოკიდება ნამდვილად არ ვარგა, თუმცა ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ ჩვენ გამოვიყენოთ და ბოლოს რუსეთზე ვიტყვი ძალიან მოკლედ. ჩვენ გვინდა რომ ახსენა ბატონმა სოსომაც რა მრეწველობა ქონდა და მოხდა დეინდუსტრიალიზაცია და როგორ მოვახდინოთ, ესე იგი როგორ განვავითაროთ ეს ინდუსტრია იქ სადაც შეიძლება დავიჭიროთ კონკურენტული უპირატესობა, ხო? ჩვენი რესურსული შესაძლებლობები რაღაცა ნაწილში გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ დიდი რესურსული შესაძლებლობები არის რუსეთში.
სხვა მეზობელ ქვეყნებში ერთ შეიძლება ირანის გაზი იყოს გამოყენებული და ესეც შესაძლებლობა იყოს, თუმცა ირანი რამ მდგომარეობაშია ახლა და რამდენად პარტნიორად განიხილება ეს მეორე საკითხია, ხო? ჩვენი რესურსული შესაძლებლობები, სადაც ჩვენ შეიძლება მრეწველობის რომელიღაც მიმართულებები განვავითაროთ, ეს რესურსი არის ჩრდილოეთში. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იქაც მერყევია პოზიცია და თვითონ რუსეთიც არ არის რაღაცა ესე ჩამოყალიბებული ან ჩვენთან მიმართებაში, ან თავის ქვეყნის განვითარების რაღაც სწორ ორიენტირებში, ხშირ შემთხვევაში რაღაც ერთმანეთის გამომრიცხავი ღონისძიებებიც არის ხოლმე, ჩვენ ვართ რეალურად მოლოდინში, რომ იქიდან ველოდებით რა ინიციატივა ან სიგნალი შეიძლება იყოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ტერიტორიული ერთიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამ პრობლემის გარეშე რთული იქნება რამეზე საუბარი, მაგრამ ჩვენ გქონდა ადრეც საუბარი, რომ თუ ეკონომიკური ინტერესი იქნება ძალიან მძაფრი, ძალიან კარგად ჩამოყალიბებული, ძალიან კარგი შესაძლებლობები გაჩნდება, საზოგადოება მიიღებს იმას, რომ თქვათ ჩვენთვის ეს ერთ-ერთი სოფლმეურნეობაში პირველი პარტნიორია, იმიტომ რომ ხორბალი და სხვა პროდუქტებში ახლა არ ჩამოვთვლი ძალიან ბევრი პროდუქტით ის არის პირველი, როგორც გაყიდვებშიც ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, პირველი მაშინ როცა ბატონ სოსო მახსენა აი რამოდენიმე ქვეყანასთან გვაქვს და 1/13-თან გვაქვს და თუ ჩვენ ევროპულ ქვეყნებს ავიღებთ ესე ჩამოვთვლით სოფლის მეურნეობის ნაწილში ნიდერლანდი, იტალია, გერმანია, ესპანეთი ყველასთან გვაქვს უარყოფითი სალდო და ბევრად უარყოფითი დაახლოებით 20-80-ზე სალდო. ასე რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია რუსეთი რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად მით უმეტეს ამ ომების პერიოდში ამ ლოჯისტიკური არეულობის პერიოდში იგივე ხორბალთან მიმართებაში ძალიან ასე ვთქვათ დიდი გამოწვევაა ჩვენთვის ვერაფრით ვერ შეიცვალა ეს სიტუაცია ვერაფერი ვერ გაგვიკეთას ვერც დონორებმა ვერც ფაომ ვერც ამერიკულმა დახმარება ხორბლის სიტუაცია არ იცვლება ხორბალი არის წამყვანი მიმართულება, იმიტომ რომ ხორბლის და მარცვლეული არის ნომერ პირველი სასურსათო უსაფრთხოებაში და მას მიყვება ხორცი, ხორც პროდუქტები, რძის პროდუქტები, ცხიმები, ეს ყველაფერი მაინც თავი პროდუქტი ხორბალი და მარცვლეულია, იქიდან მოდის თქვა ამ მესაქონლეობაშიც ყვება. თუ ციფრობრივადაც ჩამოყვებით, ხო? რეკორდი დავამყარეთ, უარყოფითი რეკორდი და მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვი ესეთი ასე ვთქვათ დაბალი მონაცემი დაახლოებით 900 მილიონი არ ქონია არასოდეს, ყოველთვის მილიონს ცილდებოდა და გაცილებით მეტი იყო კომუნისტების დროს და მეორე რეკორდი რომ ერთწლოვან კულტურებში ესე ქვემოთ ჩამოვედით და ბოლოს ჩამოვედით 187,000-ზე, აქაც ყოველთვის იყო ადრე 300-ზე მეტი იყო და ბოლო პერიოდში ახლა 200-ზე ნაკლები არ იყო. აი ბოლო 2 წელია ჩამოვცილდით 200,000 ჰექტარსაც. ასე რომ თვითონ სექტორებში ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო, მთავრობას ეკონომიკურ გუნდს აქვს ძალიან სერიოზულად სამუშაო და აი ეს მომენტები რაც წეგან ვახსენე რეგიონული განვითარების სამინისტრო ამისთვის შეიქმნა მთელი გეგმები მქონდა მაშინვე ვესაუბრე, დავგეგმეთ რაღაცა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ იმ ჯგუფმა ვერ გაიგო. მოკლედ საკადრო პოლიტიკა ხელისუფლებისთვის უნდა იყოს და არის გარკვეულწილად ეკონომიკური გუნდის აქილევსის ქუსლი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკითხებს, რომელსაც სჭირდება კიდევ ერთხელ განვითარების სცენარების წერა და ამის ანალიტიკა და რაღაც გრძელვადიანი დიდ სურათში დანახვა, როგორც ჩანს, ძალიან ბევრ მოხელეს ეგარ შეუძლია.